დღეს დადგა ზუსტად ის ნანატრი დრო, ჩვენთვის ნანატრი ოცნება. იმედია რომ თქვენც ელოდებოდით ამ მომენტს, როდესაც მივფრინავთ ბელარუსში. კარგი სუსხიანი, თოვლიანი ამინდიარი, როგორც მონადირეებს შეეფერებათ რა. უკვე რაღაცა ისეთი განწყობა გვაქვს. საახალწლო მონადირეები. შედეგი დადებულია. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მონადირეებო მოგესალმებით. როგორც დაგპირდით, დღეს დადგა ზუსტად ის ნანატრი დრო, ჩვენთვის ნანატრი ოცნება. იმედია რომ თქვენც ელოდებოდით ამ მომენტს, როდესაც მივფრინავთ ბელარუსში. გვაქვს აღებული ლიცენზია ლოსზე და ირემზე. ცხენ ირემა ქვია ქართულად, მაგრამ ჩვენთვის ლოსი არის რა. პირველი ფილმიდან განსხვავებით, სადაც ჩვენ წყალმცურავზე და კერძოდ ბატზე ვინადირეთ, ეხლა შევთავაზებთ სარეკით ნადირობას ამ ობიექტებზე, რასაც ლოსი და ირემი ქვია. მე მგონი ყველას დაგაინტერესებს. ესეც საინტერესო ფორმატი იქნება ნამდვილად რა. გამოიწერეთ ხალხო არხი და იყავით ჩვენს გვერდში. აუცილებლად. სამ საათ ნახევრიანი ფრენის შემდეგ მშვიდობიანად დავეშვით მინსკში. მოგესალმებით. ჩამოვფრინდით მე და მარლენი და ჩვენი მეგობრები მინსკის საერთაშორისო აეროპორტში. საკმაოდ კარგი ამინდით დაგვხვდა, მე მგონი ბელორუსი. კი, სხვადასხვა უხდება ნადირობას ესეთი ამინდი მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მკაცრია. რას გეტყვი, კარგი სუსხიანი, თოვლიანი ამინდი არის, როგორც მონადირეებს შეეფერებათ რა. ლამაზი გარემოა. შვენიერი მეურნეობა არის. შუა ტყეში ულამაზეს ადგილას. საახალწლო განწყობას რაღაცა კარგი. ახალი და კომფორტული სახლებით გარედან რაც ჩანს ყოველ შემთხვევაში. ძალიან ეფექტური გარემოა. და უკვე რაღაცა ისეთი განწყობა გვაქვს. საახალწლო მონადირული. Здравствуйте, здравствуйте. Охотника приветствует вас. Нам очень приятно, что вы здесь у нас. გაუმარჯოს აქაურობას, გაუმარჯოს ჩვენს მონადირეებს და გაგიმარჯოთ ჩემო მონადირეებო ყველას ერთად რა. Чувствуется любовь, чувствуется вот это отношение красивое. Спасибо. Вам спасибо. Так, ну что, Александрович, будем мальчишек про это. შევედით, ხელდამშვენებულები. მარჯვენა ხელში არაყი, მარცხენა ხელში კომპოტი. Очень со вкусом всё сделано. Спасибо, даже ёлочку вам Молодцы. поставили. Спасибо. ნახეთ მეგობრებო, როგორი ოთახი გვაქვს.
გადასარევი. პირველი შთაბეჭდილება როგორი დარჩა? ძალიან დადებითი მაქვს ეს პირველი შთაბეჭდილება, დარწმუნებული ვარ, რომ მთელი გზავრობის დროს ეს შთაბეჭდილება მე და შენ და ყველა ჩვენ მეგობარს არ მოგშორდება და უფრო გაღრმავდება ხვალ, როდესაც შედეგს დავდებთ და ჩვენ მაყურებელს ვანახებთ. ძალიან დიდი დავიβაშკაცეთ. არა, დარწმუნებული ვარ. არანაირი იმედი. დარწმუნებული. მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. დილამშვიდობისა მონადირეებო, ეხლა პროცედურული ნაწილი არის გასავლელი, რითიც ასე ვთქვათ, ნდობა გვეძლევა იმაზე, რომ ნამდვილად გვეკუთვნის იარაღი, რომელსაც ეხლა მოგცემენ. Утро доброе. Доброе. Скажите, пожалуйста, фамилию. Я Пейкришвили Марлян. Вот посмотрите. Вот. ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, მეგობრებო. Вот посередине между этим. Да, спасибо. Всё, егас. საჭირო არის სტარტივოს სფერებით აღვიჭუროთ. შენი რა მოგახსენებათ ისიც რისთვისაც. მოვედით სასროლეთზე, სადაც გავტესტავთ ჩვენს იარაღებს. ოპტიკები სწორედ გვაქვს თუ არა გასწორებული. ახალი იარაღები ვისაც დაგვირიგდება, იმასაც შევამოწმებთ რამდენად ვებუებით თუ არა ამ იარაღებს და ნახოთ შედეგები როგორი გვექნება. როგორ ჩანს არ არის სანადირო ტყუები რა. ყველაზე უცნაური იარაღია თუ კი ოდესმე რამე მკავებია ხელში რა. საშუალება გადატენვისა ძალიან იწელება, ასე რომ პირველივე გასროლით უნდა ვეცადოთ რომ მივიღოთ შედეგი, თორემ მეორე გასროლაზე ვერ დააწევ ნაღდად რა. საინტერესო არის ერთი ნეტა რა გვაქვს შედეგად მიღებული. Вася попадём, да. Да, правильно. შედეგით არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ რომ 100 მეტრზე გაცილებით უკეთესად ვისვრი ხოლმე. Охоту будем проводить. Это загонная охота. Зверь будет в движении, чтобы все понимали. Все стоим на номерах. Заражаетесь и стоите, ждете. Вторые, остальные мы вас соберем. Все будут на полувышках. გადაანაწილებს მონადირეებს. გაიყვეს საქმეები და ეხლა შეუდგებით ნადირობას. დილამშვიდობისა.
იწყება პირველი დღე ჩვენი ნადირობის, უკვე გავნაწილდით ნომრებში. მე შემხვდა მეხუთე ნომერი. ესეთი კოშკურა არის დაახლოებით 2 მეტრიანი. გითხრეს რომ 20-25 წუთში უკვე დაიწყება მორეკვა. მხედველობა რო გითხრათ რომ გადასარევია ტყვილი იქნება. იმის გათვალისწინებით რომ 27 მიჭირავს. თუ გამოვიდა აი აქ სასროლზე 50 მეტრის რადიუსში, ხო ძალიან კარგი. კარგი იქნებოდა რომ ტყის პირზე დამდგარიყავი. მე მგონი უფრო მეტი ალბათობა იქნებოდა სასროლი მეტია, მაგრამ რატომღაც აი აქ დგას ეს კოშკურა. აბა, წარმატებები მისურვეთ და იმედი მაქვს მალე კარგად შეხვედრავთ. დროებით. ჩვენი მეგობრები გადანაწილებულები არიან ნომრებში და ჩვენ ხარჩები თორე კაცი. ჩვენს რომ გადავაწილდებით მერე დაიწყება უკვე სარეკის მუშაობა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ დღევანდელი ნადირობა შედგება წარმატებით. ეს კვალია. თქვენც კარგად ხედავთ. როგორც ჩანს, აქ უკვე უვლია ჩლიკოზანს. დღეს ცივა. ჯობია ჩათბუნებული მივიღოთ. ჩვენს მეგობრებს იქით ვხედავთ მშვენივრად. გუშინდელი თოვლი სამწუხაროდ დადნა და ის სილამაზე აღარ არის ჩვენს ირგვლივ, მაგრამ რა ვიცი, ეგ არ არის ალბათ თავარი და გადამწყვეტი. აი ამ ტყუებს ვიხვარ, ეს არის ექსოლიტი, პრიბალტიკური ესტონური არის, ძალიან მიყვარს. გავამზადებთ ახლა თოფს, გადავიყვანთ მსველზე და დაველოდებით სარეკს. ქარმა მოუმა და მორეკვა დაიწყო, მესმის უკვე მარეკის ხმები სამწუხაროდ. ძაღლის ხმა ჯერ არ ისმის. სარეკი ყველანაირად ცდილობს რომ ტყე არიოს, ახმაუროს და გამოდენოს ნადირი. ნუ მე ყოველ შემთხვევაში მითხრეს რახან 12 კალიბრი დგავა რომ ყველა მიმართულებით შემიძლია ვისროლო, უნდა ვეცადო ადამიანს არ გავარტყი. მოკლედ თვითონ შეამჩნიეთ რომ ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. ფაქტიურად ნომრებში დამდგარი არ ვიყავით, ჯერ ნორმალურად რო სარეკმა მუშაობა დაიწყო, გამოგვივიდნენ ლოსები, განვახორციელეთ გასროლა და დარწმუნებული არ ვარ რომ შედეგიანი იყო, იმიტომ რომ ეგრევე არ დაწყვა. რა ვიცი, ვნახოთ რა გამოვა. იქით მხარეს ველოდები, თუ რამე დაჭრილი იქნება, გამოჩნდება მერე. ეხლა ჩვენსკენ მოდის ეგერი, რომელთან ერთადაც წავალთ და ვნახავთ. Скорее всего, было попадание. ეხლა იძახიან რომ სისხლი ჩანს ვერთგანო. ეხლა წავალთ და გავუყვებით. Так, сейчас скажу направление ихнее туда. Все рогачи были? С маленькими рогами были. Все 3? Да. აი აქაც სისხლის კვალია მეგობრებო, რომ გავუყვეთ, აგერ კიდევ არის, როგორც ჩანს აქ შეჩერებულა ცოტა ხნით. შემდგომ კიდევ აი აქვე ვხედავთ სისხლის კვალს და ეხლა როგორც წესი უკვე ახლოს უნდა ვიყოთ. აწი მივადგებით კიდევაც. აქაც როგორც ჩანს
შეჩერება გააკეთა ნადირმა და დიდი ალბათობით გულში უნდა იყოს მორტყმული, იმიტომ რომ ამ რაოდენობით სისხლი, რა ვიცი, სხვა ნაწილებიდან ვერ წარმომიდგენია. საინტერესო არის მორტყმის ადგილი მეორე მხრიდან არის, როგორც ჩანს, ხო? Посередине поля налево. Ძაღლით კვება ნანადირებით. Сколько упало в итоге? 2 упало. ეს მე 2 წლისა. 2 года сколько ему? Года 3-4. 3-4, ხო რა. ანუ ეს შენი დაგდებული არის, скорее всего, он подбил, когда если с той стороны. მოხვედრის წერტილი არ ჩანს ესე თვალნათლივ. საინტერესოა ნეტა სადა აქ მორტყმული. ხო, ერთ-ერთი იყო ჩემი და სავარაუდოდ ეს არის რა, იმიტომ რომ ხო, ეს არის. ჩემი ვიშკა ის არის, მაგრამ ამან წრედა არტყა და ესე მოვიდა. ნახოთ ხო გამოჩნდება ისე. ხო, ვაზნები, საინტერესოა ძალიან. შედეგი დადებულია. ევროპის ქვეყნებში როგორც წესი მიღებულია ხოლმე ნანადირებზე პატივის მიგების მიზნად. ესეთი ფორმით ფოტოს გადაღება ხოლმე. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. აბა რა მოხდა? Никита Орилов. ბაჩო, შენი ვაშკაცე? ბრავო. აბა, მოგილოცავ. მამალი, დედრი, ამრი. ანუ როგორ გამოვიდა სარეკი იყო ძაღლებს რამდენადაც ხვდები არ უმუშავიათ ბაჩი. არ ვიცი, მოკლედ ჯერ ვაზნად ჩადებული არ მქონდა. ჯერ სალამი დამთავრებული არ გქონდა. ესე ვთქვათ და ის არა, თან აბსოლუტურად უხმაუროთ რა, საერთოდ აი ჩამიჩვამი არის მოდა, ვიცოდი მარლენის ნომერი სად იყო, ხედავდი და ანუ ისეთ ადგილზე ვიყავი, რომ პრაქტიკულად 2 ნომერი იყო, წინა ხედვა არ იყო, ერთი მარცხენა, იქ შეიძლება გამოსულიყო და მარჯვენა რა. ну ძირითადი ნომერი იყო მაინც მარცხენა რა. ხო და აი პატარა ოდნავ რაღაც ფაჩუნი გაისმა რა, მარჯვნივ გამოვიხედე და ვაზნები ჩადებული მქონდა ქვემოთ რა და ძირითადი ვაზნა არც მქონდა ჯერ. რო გამოჩნდა მაშინ ჩავდე ის რა და ამას მე ვესროლე და დაახლოებით რამდენ მეტრში გამოვიდა? სადღაც ალბათ 50-მდე რა, 50. და რა იარაღით იყავი? ბენელი. Black Eagle 2. კი. ოღონდ ჩვეულებრივი სტანდარტული ბულით. შვენიერი. მორტყმული სადა? ეს ხო არის ერთი 200 კილო მაინც. მეტი ხო? ეს არის ეხა 450 კილოიანი, ნო. აჯიკო. ძე კარგად დაიწყო შემოგვიდი. Кто здесь стрелял? ეს არის მარვე. მეგობრებო, როგორც ხედავთ, ბელარუსის სურპრიზებით სავსეა. თითქოს მზე აპირებდა გამოსვლასო და ნახეთ, როგორ გამიდია. ჩვენი ამასობაში ვამზადებ ამ ნანადირებს ასატანად რა.
თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ეს პრინციპში შავი ღვინის ჭიქა. ეგრე არ უნდა მომხდარიყო. ბოჭო პირდრემ შეისმინა ჩვენი დღევანდელი ვედრება და რა ვიცი, მაგარი იღბლიანი დღე გქონდა და რა ვიცი, ყველა მონადირეს ვისურვებ, ამაზე ნაკლები არ ქონოდეს. ხო პირველი ლოსია. კი. აი ეს მაღალი რქით არის ჩვენი მეგობრის ბაჩოსი და აი ქვევით უფრო ვისა რა ქვია, ხორცადრო გემრიელი გამოვა, ნაღდად გარანტირებულად რო ვიცი, ის ჩემია. შვენიერი, ანუ შენ გვაპურე. კი, და ბაჩოს ანახაობას გვთავაზ. დიახ. მიუხედავად იმისა, რომ სროლა განხორციელდა უზუსტესი შეიძლება ითქვას, ყველა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო დაზიანებული აღმოჩნდა ერთი გასროლი თვე. მიუხედავად ამისა, ნადირია რა და ვერ გაჩერდა დაახლოებით 200 მეტრა კიდევ იმოძრავა მას მერე. თუმცა შედეგი დადებული არის და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ღირს ამის გულისთვის ჩვენი არხის გამოწერა ხახნო, რომ ნახოთ კარგი სროლები, კარგი ნანადირები. მეორე სარეკამდე ცოტას შევისვენებთ, შევჭამთ საჭმელს, მოუძლიერდებით და მერე გველის კიდევ მეორე ნადირობა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მორჩით ახლა კვებას და მეორე სარეკისთვის ვემზადებით. ჩამომსვეს, მოვედი ნომერთან. აი იქით ხედავთ უკვე ჩვენი მეგობრები მიდიან. ეს არის ჩემი ნომერი და როგორც მითხრეს, შემიძლია ვისროლო ასე ამის ჩემს უგან და აი აქეთ მხარეს დაიწყო მეორე მორეკვა. სარეკის ხმა უკვე გვიახლოვდება. ჩემს შემდეგ ნომერში მარლენი დგას. დარწმუნებული ვარ, კიდე მაგას გავუმართლებს. ძალიან კარგი დღე არის, სასროლი არეალი გვაქვს. 50 მეტრის ფარგლებში რამე თუ გამოვიდა, იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მოვინადირებთ. ძალიან კარგად მუშაობენ თითონ სარეკში, ძალიან ხმაურიანად. განსხვავება ის არის, რომ თოფის სროლის უფლება არ აქვთ, რამდენადაც მოხვდები და სიმართლე გითხრათ, ძაღლების მუშაობაც არ მესმის. ეს ცოტა მაფიქრებს, მაგრამ ნუ რას ისამ. დავალოდოთ რა მოხდება.
ერთ-ერთი სარეკი ჩვენი აშკარად მაღალ ხმაზეა აწყობილი. სარეკი. ხედა. სარეკი გაგვწდა. ძალიან გასაკვირი ის იყო, რომ არც ვიყავი კოშკურაზე ამოსული გასტროლის ხმები გავიგეთ. ანუ სარეკის დაწყებამდე დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცა უკვე აიყვანეს და აიღეს. დაველოდებით ახლა სარეკის დამთავრებას და ბიჭებიც გაგვაგებინებენ ამასობაში, რა შედეგი დადეს და თავის ისტორიასაც მოგვიყვებიან. იკა თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ამით მორჩა მეორე მორეკვა და ახლა მივარ და ვნახავთ რომელ ნომრებში გაისროლეს. საერთოდ რას ესროლეს, საინტერესოა და შეძლეს თუ არა მონადირება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვინმე მაინც მოახერხებდა მონადირებას. წინვალე ძუარი. რა გითხარი მე შერო, შენთვის მომელოცოს, შემდეგი მეთქი. გითხარი ძმაო? ნახე, რა მშვენიერი ეგზემპლარია. ვაჟა გილოცავ, ვაჟა. გენაცვალე. ოჩახ ძმაო რა, ოჩახ. ვაჟიკო, აბა მოყევი შემოგევლე. ეგრე ჩუმად ვერ გაგიშვებთ ეხლა. აი, იცი, აქტონებული ვარ ძმაო. იმიტომ რომ აი ეს უნდა შევინახო ბოლომდე. გეინაცვალე, აბარია. ესე ახლოს არ მინახია არასდროს. როგორ გამოვიდა ძაღლები მოსდევდნენ, მოიპარებოდა, რა შვებოდა? იქიდან მოსდიოდა და გვერდზე ახდა ძაღლი რა. ახლდა ძაღლი. ძაღლი. მაგრამ დევნაში იყო? გითხარი? თოკოს ეუბნებოდი რომ ხმა გავიგე მეთქი და არაო. იყო ძაღლი დევნაში, მაგრამ ეს ძალიან ჩქარა არ მოდიოდა. ნელა მოდიოდა. დაველოდე, ახლოს მოვიშვი და ერთი ტყვი. ახლოს რამდენი ახლოს? 20 მეტრი რა. პირდაპირ აქვე აჩეკ. წინა მორეკვაზე, როდესაც ბაჩომ და მარლენმა მოინადირეს, მე შევპირდი და უთხარი და უწინასწარმეტყველე, რომ შემდეგი შენ უნდა მოგილოცო მეთქი რა. მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მივესალმები შესანიშნავ სამეულს, მოგილოცავთ ბიჭებო კიდევ ერთხელ. წარმატებული ნადირობა იყო და ჩემო მარლენ მინდა სიტყვა გადმოგცე, როგორც მეგობარს, თანაცამყვანს, მონადირეს და მომნადირებელს. მოგეთ მე შემიძლია ვთქვა ესეთი რამე, ძალიან დიდი მადლობა მთელს ჩვენს გუნდს, რომელიც გვეხმარებოდა აი ამ ულამაზესი კადრების შესაქმნელად რა. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ესეთი კარგი სროლები რო განახორციელეთ. ძალიან მაღალ პროფესიონალურად იყო გასროლები გაკეთებული და შედეგიც სახეზე გვაქვს. მე მგონია რომ ყველა ტიპის ნადირობისთვის ერთ დღეში ორ მორეკვაში 3 მონადირებული ესეთი კარგი ლოსი არის, აი შესანიშნავი შედეგი, რა ვიცი. ძალიან მიხარია, თუმცა ბაჩოს სახეზე ვერ ვამჩნევ სიხარულს.
ისეთია, ხო და ვიცი? ემოციები. გრადი არის, არ მიყვა ემოციებს რა. სამგოდ ვაჟიკო გამოხატავს ხოლმე. არამჩატდი, ხო და მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი დღე დასრულდა ნადირობის და ამ ნოტაზე დაგემშვიდობებით ხვალე დაიწყება ახალი სანადირო დღე. დარჩით ჩვენთან, გამოვიწერეთ არხი და ინადირეთ ჩვენთან ერთად. დროებით. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. დაწვა. შენ თუ ვერ მოვარდნე, მე მოვარდნე. იცეკვე. მაგარი კაცი ხარ ძალიან. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.